დღეში ქართული ოცნება საგამოძიებო კომისიის შექმნის ინიციატივას ბიუროს ხდომაზე დაარეგისტრირებს. მმართველი გუნდის განცხადებით აპირებენ წინა ხელისუფლების დროს ჩადენილი დანაშაულებები გამოიწვიონ. ამ ინიციატივის ფარგლებში კომისია ნაციონალური მოძრაობის მმართველობის პერიოდზე პოლიტიკურ და სამართლებრივ შეფასებას მოამზადებს. გეგმის მიხედვით 2003-2012 წლებში მომხდარი მოვლენების შემსწავლელი ჯგუფი საკანონმდებლო ორგანოში 6 თვის განმავლობაში იმუშავებს. რის შემდეგაც დროებითი საგამოძიებო კომისია შესაბამის დასკვნას და რეკომენდაციებს გაასაჯაროვებს. 2018 წლიდან ერთ-ერთი დაპირება აქვს ივანიშვილს და მის ბანდას. ამას აქვს ორი მიზეზი. ერთი ის არის, რომ მათ აქვს ინსტრუქცია კრემლიდან მიღებული, რომ თავარი ანტირუსული, ანტიიმპერიალისტური ცენტრი საქართველოში ნაციონალური მოძრაობის სახით გაანადგურონ და მეორე, რა თქმა უნდა, არის ის, რომ მათ არასოდეს არ აქვთ იმის საშუალება, რომ რეალურ პრობლემებზე იზრუნონ ქართული ხალხის გულისხმობ ეკონომიკური პრობლემების გადაჭრას, ეხლა უკვე ძალიან ეგზისტენციალური საფრთხეების გადაჭრას, რაც ჩვენს დასავლურ ინტეგრაციას თუნდაც უკავშირდება და ამიტომაც მუდმივად საუბრობენ ვიღაცა განსხვავებული პოზიციის მქონე ადამიანების აკრძალვაზე, მათ ასე ვთქვათ, გასამართლებაზე და შემო. აქამდე შეეძლო ყველაფრის ამის გამოძიება და 12 წლის განმავლობაში. აქ ფიქრობ, რომ ერთი რომ პოპულისტურია და ცალსახად და მეორე ძალიან საფრთხის შემცველია, განსაკუთრებით ის საკითხი, რომელიც ეხება ომის თემას, ომის თემის გამოძიება და შესაბამისად იმ ასე ვთქვათ ვერდიქტის დადება, რასაც წინასწარ აცხადებენ, რომ ომის დანაშაულში უნდა ხელისუფლების ბრალეულობის დამტკიცება, ეს არის ქვეყნის ღალატი, იმიტომ რომ ეს არის შეუქცევაც გახდის აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის აღიარების პროცესი, რაც ცალსახად რუსეთი, რასაც ცდილობდა ამ წლების განმავლობაში და ეს ნარატივი და ეს პროცესი აშკარად ხელს შეუწყობს რუსეთის პოზიციების გამყარებას საერთაშორისო სისტემაზე, რაც ცალსახად არის ქვეყნის ინტერესების ღალატი. კოლექტიური ნაცმოძრაობისთვის გასასამართლებლად უკვე არსებობს უამრავი მტკიცებულება, მათ შორის საერთაშორისო სასამართლოს გადაწყვეტილებები, ქართული სასამართლოს გადაწყვეტილებები, თვითონ კოლექტიური ნაცმოძრაობის ლიდერების აღიარებითი ჩვენებები, მოწმეთა ჩვენებები 2008 წლის ომის დროს, საყოველთაოდ აღიარებული ფაქტები და ასე შემდგომ. შესაბამისად, მე ვფიქრობ, რომ საგამოძიებო კომისიის შექმნა პარლამენტში ეს არის უმნიშვნელოვანესი ფაქტი და ასევე ვფიქრობ, რომ პირველ ჯერზე უამრავი მტკიცებულება უკვე იარსებებს ამ კომისიაში, რომელსაც ჩვენ მოვიძიებთ და რა თქმა უნდა კიდევ მოლოდინია, რომ დამატებითი მტკიცებულებებიც იქნება იმისა, რომ კოლექტიური ნაცმოძრაობა ამ კომისიის დასკვნის საფუძველზე და შემდგომ მოწმებების გაგრძელების საფუძველზე უკვე აღარ უნდა არსებობდეს ქართულ პოლიტიკაში.